ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს აფხაზეთიდან დროებით დევნილ სორესტი ბერულავას ესტუმრა. მთავრობის თავმჯდომარემ 89 წლის ვეტერანს ხრამაისი მიულოცა. გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთიდან დროებით დევნილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 1000 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. ყველაზე მეტია დაფასება 9 მაისში ჩემთვის. იმიტომ რომ 9 მაისში ხუთი წელი ვიყავი ომში, დავუყარე სისხლი. 9 მაისი ეს არის თარიღი, რომელიც გვახსენებს მშვიდობიანი ცხოვრების ფასს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით 99 წლის დროებით დევნილ ვეტერანთან. ძალიან დიდია მისი ღვაწლი ქვეყნის და სამშობლოს წინაშე. ჩვენი ვალია, როგორც აფხაზეთის მთავრობის, ასევე ჩვენი მოქალაქეების, რომ მაქსიმალურად დავაფასოთ ისინი და გვერდით დაუდგეთ